Potom ზარალდებიან მოქალაქეები, რომელთა საცხოვრებელი სახლებით ძეგლის სტატუსის მქონე მიწაზე დგას. საკადასტრო ნახაზით მსგავსი შენობები ძეგლის შემადგენელ ნაწილად ითვლება, რის გამოც სამართლებრივი შეზღუდვები ჩვეულებრივ შენობებზე თვრცელდება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო საკანონმდებლო ცვლილებებზე უკვე მუშაობს. რუსთაველის 13 ნომერში მდებარე ეს სახლი არც სიძველით გამოირჩევა და არც ისტორიული წარსულით. თუმცა იმის გამო, რომ საკადასტრო ნახაზით ძეგლის სტატუსის მქონე შენობის მიწაზე დგას, სამართლებრივი შეზღუდვები მასზეც ვრცელდება. მოქმედი კანონმდებლობით შენობის მეპატრონეს სპეციალური პროექტის გარეშე კოსმეტიკური რემონტის ჩატარებაც კი არ შეუძლია. მას განვიხილავთ როგორც ძეგლის ნაწილს და შესაბამისად საჭიროებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვას, ასეთი სამუშაოების საჭიროების შემთხვევაში, რამაც შექმნა მართლა სერიოზული პრობლემები და აუცილებელია აღნიშნული ცვლილების განხორციელება, რომლითაც დაზუსტდება ძეგლის ტერიტორია. ძეგლის ტერიტორიის დაზუსტების გარდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კიდევ რამდენიმე საკითხზე მუშაობენ. მათ შორის სტატუსის მქონე შენობებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის გამარტივებაზე. სააგენტოს სპეციალისტის თქმით, აუცილებელია ასევე სახელმწიფოსა და მესაკუთრეს შორის ძეგლის მოვლა პატრონობის ხელშეკრულების ფორმის შემუშავება, რაც ამ ეტაპზე არ არსებობს. იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელი ხდება ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით ზომების მიღება, ჩვენ არ გაგვაჩნია მექანიზმი, რომ დაავალდებულოთ ძეგლის მესაკუთრეები, მიიღონ შესაბამისი ზომები, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს შესაბამისი ხელშეკრულების ფორმა დამტკიცებული. სარეაბილიტაციო პროცედურების სირთულეებზე საუბრობენ კულტურული ძეგლის მობინადრეებიც. მათი განცხადებით, ნებისმიერი სახის რემონტი შესაბამის ნებართვას და პროექტს საჭიროებს, რაც მათი თქმით დამატებითი ხარჯებია. იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონეს შენობის ნებისმიერი სახის რეაბილიტაციას ნებართვის გარეშე განახორციელებს, ჯარიმა დაეკისრება. ფიზიკურ პირზე 5, ხოლო იურიდიულზე 10,000 ლარის ოდენობით. ვერ ვაკეთებ სარემონტო სამუშაოებს იმის გარეშე, რომ არ მივიდეთ სააგენტოში და არ ავიღოთ უფლება. ეს უფლებაც გვიჯდება რაღაც თანხები. არ გვინდა რომ კონდეს ძეგლის სტატუსი. ბათუმში რამდენიმე შენობას შესაძლოა ძეგლის სტატუსი მოეხსნას. კომპეტენტური კომისიის მიერ ძეგლის წოდების მქონე შენობების გადახედვის ინიციატივით შესაბამის უწყებას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა უკვე მიმართა. მოთხოვნა გაგზავნილი გვაქვს თბილისში, რომ ჩამოვიდეს კომპეტენტური კომისია, რათა მოხდეს ძეგლების თავიდან აღწერა, არის შენობები ისეთი, რომ მოეხსნას სტატუსი და არის შენობები, რომელსაც უნდა მიენიჭოს სტატუსი. ბათუმშიც არის, ჩაქვშიც არის. ძეგლის სტატუსის მქონე შენობების ხელახალი კვლევის აუცილებლობაზე საუბრობს რეგიონის კანონმდებელიც. არის სახლები, არის შენობები, რომელიც არ იმსახურებს ძეგლის სტატუსს. არც ვიზუალურად, არც პროფესიული კუთხით, მაგრამ ატარებს ძეგლის სტატუსს. არის ისეთი კუთხეები ქალაქში, ისეთი პატარა ქუჩები, ისეთი რაღაც ფრაგმენტები, რომელიც იმსახურებს და არ ატარებს ამ ძეგლის სტატუსს. ცალკე ეს რაღაც კორუფციული გარიგებებიც ხდებოდა ამის გამო. და ასე შემდეგ, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ დღეს? უნდა ჩატარდეს სრულ მასშტაბიანი კომპლექსური კვლევა ქალაქის. აჭარაში ამ დროისთვის ოფიციალურად 241 ისტორიული ღირებულების მქონე ნაგებობაა. მათ შორის რამდენიმე ფიზიკურად უკვე აღარც არსებობს, ან კიდევ მის ადგილას ახალი ნაგებობა დგას. სპეციალისტების თქმით, არ არსებობს არც ერთიანი სია. როგორც აღმოჩნდა, ძეგლების ნაწილი ოფიციალურად ისევ ძველ მისამართზე ფიქსირდება, რაც მათი თქმით ასევე გადახედვას საჭიროებს.